სალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს აგერ მაქვს ჩემი ძალი, ერთი ძალი ღერი, რომელიც ამ ვიდეოს განმავლობაში ხელში უნდა მეჭიროს და არც ერთი ნაპასი ამოვარტყა და პროსტა იდოს. აგერა ჩემი ვარდისფერი სანთებელა, რომელიც მოუპარე შოთას, არ მოუპარე, გამოვძალე უფრო მეტად. შოთა არის ჩვენი ერთ-ერთი ფულუ მაფიის ერთ-ერთი აქ ვერაცო მომხმარებელი დადის ხოლმე იქა მაფიას თამაშობს, ვერ თამაშობს, მაგრამ თამაშობს. და აგერ არის ჩემი ყავა არის მთავარი. გუში რაღაცაზე ვთქვი ვილაპარაკებ თქო. რაზე ვთქვი? მაგრამ ავიწყდება ხოლმე რა. რაზე ვთქვი? რაღაცაზე ვთქვი რომ ვილაპარაკებ მეთქი, მაგრამ რა ვიცი, რაზე უნდა ვილაპარაკო. ნეტა რაზე ვთქვი. ეხა ისო ბიჭო, სულ გახსენებაშია, სულ რაღაცა გახსენებაშია, ეს რაღაცა გაგონილა. გუში რაღაცა დამოვიწყდა კიდე რაღაცა. ფილმის სახელი არ მახსოვს რა დამოვიწყდა. კვლელები დო. კაროჩე. რა უნდა ველაპარაკა ბიჭო. ეხა ვიღაცები თუ ფიქრობთ რომ უნდა გათიშოთ. რა ვიცი, ძმაო, თქვენ გადაწყვეტილებაა, ძმაო, ანუ მე თუ დროს არ მაძლევ და შანსს თუ არ მაძლევ, მე რაღაცა გავიხსენოთ, მაშინ აროჩი. ნეტა რაზე უნდა ველაპარაკა. გუში ხო ბაზო, რაზე ფილმებზე ხო ვილაპარაკე. მე ვიძახდი რომ მაღაზია. დეჟავუზე. დეჟავუზე უნდა ველაპარაკა დღეს, მაგრამ რა დეჟავუზე რა ვილაპარაკა? გუშინაც ეს კითხვა დავს. ხო რა დეჟავუ არის ის მომენტი რომ რაღაცა ხდება და ტვინი ვერ იაზრებს რომ სწრაფად ვერ იაზრებს ტვინი რაღაცას. როდესაც გადაღლილი ხარ ადამიანი. მაგ დროს ტვინი შედარებით ნელა აზროვნებს და ნელა რო აზროვნებს მაგ შემთხვევაში რაღაცას რო ხედავ ეს ინფორმაცია სანამ შენ ტვინთან მიდის ტვინს გონია რომ მეორედ დაინახა. ანუ გულისხმობ რას და უშუალოდ ახლა დაინახეთ რაღაცა კატამ რო გაირბინა და სანამ ეს ინფორმაცია თქვენ თავში შევა იქამდე ერთხელ ხო იაზრებთ თქვენ რომ დაინახეთ და მე პახვიდო მეორედ შედის ინფორმაცია რა ანუ მეორედ შედის კი არა დაგვიანებით რომ შედის ინფორმაცია თქვენ ხო დაინახეთ ეს ხო გაიაზრეთ რომ დაინახეთ ამაზე ფიქრს ხო იწყებთ ტვინს დროულად არ მიეწოდება ეს ფაქტი რომ დაინახეთ არა და თქვენ დაინახეთ დიდება უფალთ მადლობა ვინც ჯანმრთელობა და მილიონი მისურვეთ პაპალამ ძმებო ჯანმრთელობა არა უღონთ ჯანმრთელობა ისედაც პაპალამ მაქვს ნახევარი დარჩენილი ხო და სანამ გაიაზრებს ტვინი იქამდე უკვე ნანახი გაქდა ეგ კაროჩე რაღაცა დეჟავუზე რა ვილაპარაკო დეჟავუზე შემიძლია ვილაპარაკო ვიღაცას ქონდა სიმღერა რა ჯეიზი და ბიონს დიდი ალბათობით ეხა ვერ ვიხსენ შეიძლება მარტო ბიონსე, იმიტომ რომ დეჟავუ ბიონსე, მაგრამ არ მეასება ბიონსეს, მაგარი გოიმი არის ბიონსე. თქვენთვის თუ მაქვს მოყოლილი, ესეთი ხუმრობა მაქვს დაწერილი ბავშვობაში. ალბათ მოყოლილი მაქვს, მაგრამ ძალიან კარგი ხუმრობა, ნიჩიო, ერთხელაც რომ მოისმენთ არ არის პრობლემა რა. მე ფიქრობდი ეგეთ რაღაცას, რომ რაღაცა ავეჯის საიტს ამასიან შევხედე, რაღაც სადღაც ავიკითხე ავეჯი და ავეჯის საიტი უნდა გააკეთო, რაღაცა სადაც ავეჯის გაყიდი და იმ ავეჯის საიტი უნდა იყოს ავეჯი. ხო და ეგ რო ვთქვი, გამახსენდა ეგ ძველი ხუმრობა. ეს ძველი ხუმრობა მდგომარეობს ამაში. ესე იგი, იულიუსი იძახის, რომ ავემეო რა და ბრუტუსი ეუბნება, ადი და ამოვალ მერე მეცო. დიდი არა, ეხა მაგ დეჟავუ, რომ ეს უკვე ნათქვამი მაქვს. ესე იგი, ნათქვამი მაქვს. ვინც მეორედ მოისმენთ, ეგ არაფერი ტაში დამიკარეთ მეორედ, ვითომ ის იყო რა, ბრავო, მართლა მაინტერესებს აი რაღაცას რო ხედავთ ერთხელ რო გააკეთებს ვიღაცა თეატრის დაუშვათ და მე რაღაც ჩემ ფეხებად გინოთ მეორედ ნახვა, ერთხელ ხო ნახე. მეორე დრო ვეღარ გამოვიდეს ისე როგორც საჭირო არის. მე რაშვები. ეხლა უნდა დააჯვა თავზე. პროსტა ეგ გინდათ რომ ვიღაცას დააჯვათ რა. Baby I can't find deja vu.
ბიჭო არ არის დეჟავუ ისეთ რაღაცა ტვინი ზოგადად ისეთ რაღაცა როგორც მუშაობს ტვინი ხო რომ ბევრი ინფორმაციას ისეთ იმახსოვრებს რაც საჭირო არ არის ოღონდ ეგეც იქიდან გამომდინარეა რომ თქვენი ტვინი მაგას თქვენ თვითონ ფიქრობთ რაღაც კონკრეტულ დებილობებზე რაღაცებს და იმებს იმახსოვრებთ და რაღაცა დიდი ინფორმაციებს ხანდახან ივიწყებთ ხოლმე და მე ვერ ხვდები რატო მე მაქვს ის როგორი მუღამი რომ გადავიღო ვიდეო სადაც აი და არაფერს არ ვილაპარაკებ უბრალოდ ჩამოვთვლი დაუშვათ სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას თავის დედაქალაქებით აი ეგეთი მუღამები მაქვს ან ჩამოვთვლი ევროპას თავის დედაქალაქებით ან ჩამოვთვლი აზიას ვერ ჩამოვთვლი თავის დედაქალაქებით აზიაში მიჭირს რაღაც ქვეყნების გახსენება ხანდახან რა აი თურქმენეთი ტაჯიკეთი მაგათ ქვეყნები მაგათ დედაქალაქები ახლა არ მახსოვს რომ დავფიქრდე შეიძლება გავიხსენო იმიტომ რომ ტვინის რაღაცა უკანა ნაწილში მაქვს შენახული ეგ ინფორმაცია იმიტომ რომ ტაჯიკეთი ახლა მაგარასებზე მგიდია და ყველას და არ ვიცი რა არაფერი შეგამომადგა ეგ დოსი იქ რა პროსტა რა იმენა პავიდლოსავით არა ნახვი უკან გადადე რა და მე რა კომპოტი და პავიდლო ნახვი უკან ის მაგარი რაღაცაა ტვინი ხოიცით ის ადამიანს თავი რომ მოაჭრა იმენა თავი რომ მოყვეთ ტვინი ჯერ კიდე აზროვნებს სანამ სისხლი აქვს თავში რა ეგ სისხლი რომ ჩამოიღვენთება მე უკვე ითიშება ადამიანი და კვდება თორემ მანქანა ცოცხალია და ყველაფერს გრძნობს დაჟე და ყველაფერს ხედავს მაგიტო იყო რომ თავის დროზე ხალხს რო კლავდნენ ხოლმე თავს რო კვეთდნენ ვიღაც ბოროტ ხალხს მე ესე აყურებინებდნენ ხალხზე რომ მაქსიმალურად შეგრძნოთ ის ტკივილი იმიტომ რომ მაგ დროსაც ხალხი მაინც აჯვამდა რა მოუკვდი შებოზო და რაღაცებს შეგვინებოდნენ დიდი ალბათობით რა ვიცი მე სად გავწივდი აი რა არის დღეს 9 არის დღეს 9 არის დამიწერეთ დღეს 9 არის თუ არა ვა დღეს ალბათ 9 არის ხო და აი ძალიან ბევრი რაღაცა დავამხდა ისა რა ნიტო პონტია რა კიდე რაღაც ფაქტები რა ვიცი ტვინზე ვიღაცები რო იძახიან რომ ტვინის 100%-ს ვიყენებთო ყლებაზარია ვიღაცები რო იძახიან რომ ტვინის 2%-ს ვერ იყენებთო ყლებაზარია უბრალოდ ერთდროულად არ შეგვიძლია მთლიანი ტვინის ამუშავება და ეგაა მთლიანი ტვინი თუ აიმუშავე ერთ დრო აი ახლა ხო სხედვართ და აი ჩემი ტვინის 100% რო დავტვირთო ეს არ შეგვიძლია რა ფიზიკურად არ შეგვიძლია ხო აინშტაინის სკოლაში არ ყოლია ცუდი ნიშნები რაღაც სკოლიდან გამოაგდეს თუ სწორად მახსოვს ეგ ფაქტი ეგეც არ მახსოვს ეხლა რა ზულაპარაკო ვაფშე ხა აი დაუშვათ ავტვირთე ეს ვიდეო დაუშვათ კი უეჭველი ავტვირთე ეს ვიდეო რას ვაწერ სახელს აი თქვენ თვითონ აი ხო გაინდები რა დებილობა რა უნდა დავაწერო ანუ განა მეზარება ლაპარაკი ანუ მართლა არ მეზარება ლაპარაკი უბრალოდ იცი რა არის ჩემ თავს რაღაცა იმებს უქმნი რა ჩარჩოებს რომ აი აუცილებლად ამ თემაზე ილაპარაკი არა ძამაო ხო ვზივარ და ვლაპარაკობ ხო მოგწონთ ეს ჩემი ლაპარაკი რაღაცა ვითრგუნავ თავს და რაღაცა ვიბოჭავ თავს ერთ იგივეზე ნუ ერთი ორჯერ მაქვს ერთ იგივე ნათქვამი რა უარ ვიძახი რა 40 რამდენი 44 დღე არ უკვე ვდები ვიდეოებს ძმა მიდი აბა თქვენ კიდე მე იცი რა საქართველოს ბანკი გია და საქართველოს თამაშზე რომ სუაქარი ბანკი რა საქართველოს თამაშზე რომ მივალ იქ მინდა რო გადავიყო ვიდეო ოღონდ შემოტრიალებული რა მე რომ იყურებდეს და მთელი თამაშის ემოციები გადავიყო მაგრამ რაღაც დებილობას ვიტყვი ხო ვიცი მე და მე შემრცხვება იმისა ავტვირთო მე მაქვს ეხა ჩუმად გეტყვით და არავის არ უთხრათ ფეხბურთს რო უყურებ ხოლმე ფეხბურთელებს მიმართავ შეჩემათი ვინც მიყვარს იმათი აი რა შეჩემა რა საკეთებ აი ამას ვიძახი ხოლმე ძალიან ხშირად და მე ეგ რო ეხა ვიღაცა ქართულ ფეხბურთელზე რო თქვა მე იმან რო ნახოს რო გამომუტევს მე რა ვქნა ხო მაგიტო შევიკავე მე მგონი თავს მაგიდა ის გამ არა აუცილებლად მინდა რომ ვქნა live streams არ ვიზავ, იმიტომ რომ live stream-ში მარტო ჩემზე აღარ ვიქნები დამოკიდებული, სხვაებიც იქნებიან, იმ სხვაებმა ხუიოზნაირად რა თქვეს. ხო და ისე გადავიღებ რა. არ შეიძლება რომ არა, ორივე ტაიმი მინდა რომ გადავიღებ. Просто მოედნის კადრები რო გამოაჩინო მაგაზე ნეტა თუ გამითიშავენ, თუ არ გამითიშავენ. ნეტა აი მაგაზე ვისაც გაქვთ ინფორმაცია, ეგ რომ მითხრათ. რომელიღაცა თამაშში გამოაჩინე და კოპირაიტი დამედო, ეგ მახსოვს ზუსტად.
სტადიონების გამოჩენა არ შეიძლება რა თამაშების. თორემ ეგრევე სტრაიკი გედება რაღაცა კონკრეტული იმებისგან რა. სპორტული არხებისგან რაღაცა. იმენა დეჟავუზე ვილაპარაკე, იმენა მთელი ვიდეო არ დეჟავიუ. გენიალური ადამიანი ვარ ბიჭო ხანდახან. რომ მოკვდები მე დავაფასებ ეგეთ შეგძლება. დავაფასებენ ეს 3 და 60 სიმონ. სხვათა შორის იმ დღეს ფული გამითავდა და თქვენი დონაციებით მე ვიყიდე რაღაცა ყლე სიგარეტი ეხლა ვეგანახებ. ესეთი რაღაცა ძველია თან, არ ვიცი, შემორჩენილი. პროსტა რის გამო ვიყიდე ხა რო არ გეგონოთ რომ ჩვენ ხალხის ფულზე, ხალხის ხარჯზე ცხოვრობს. არ მქონდა მე ფული. გამითავდა. ხო. იმიტომ რომ ეს საბერძნეთის ის ხო გვაქვს დაგეგმილი და საბერძნეთზე დავხარჯე ყველაფერი რაც მქონდა და დავჭი ისე რა ეს თქვენი ჯაჭვული 88 ლარიდან აი 5 ლარი გადავიხადე მეორე კი არ იქნი. დავამატებ მე ხელფასი რო ჩამერიცხა და გადავირიცხა უკან. არ გეგონოთ რომ თქვენ ხარჯზე ვიცხოვრებთ, არ გეგონოთ არასდროს არ გეგონოთ. ვახ. Baby I come from Asia. აი ზაფხულში ძართულია ვიდეოების ჩაწერა. იმენა ტვინი ლაყი კვერცხი მაგდმო თავში, იმენა რა ტვინიბო. რამდენი რაღაცა უნდა ვქნა და აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ძალიან დავიღალე თან ხა გადამულათ მომწია მუშაობა. ძალიან დიდი ხანი. ვინც არის მაფიაზე საიტი გავაკეთეთ. და ამ საიტიდან იჯავშნება, შეგიძლიათ ჯავშანი გააკეთოთ თამაშზე და იქიდან ითამაშოთ და ვიღაცები ვინც თამაშობენ ყოველდღიურად 2 მაგი და იმაშება რა, ავტომატურად იჩდება და ეხა. სულ 3 ადამიანი ვიყოფთ მაგ იმას რა. 3 ადამიანი მუშაობთ მაგ თემაზე. წამყვანად რა. მე კოპალა და ლენკა და მე და ლენკა ერთ დღეს ვართ ხოლმე სამუშაო სმენაში. და კოპალა არის კიდე რაღაც სხვა დღეებში და ეხა 2 მაგი და რო არის კოპალასაც გინდა არ გინდა უნდა დავეხმაროთ და არ გამოდის. და გვიწევს გადამულად მუშაობა რა. და ცოტა დავიღალეთ. მაგრამ ეგ არა ფერი. იმდენად მომწონს მე მაფიის თამაშების ყურება. თუნდაც გამოუცდელების რომ იმდენად ვერთობი სამსახურსა სად ვერ წაგვიქვა რა მაგ თემას. ეგ მუშაობა არ არის, ეგ გართობა არის. ბარო მაგარი დაბოლელი კი არის, ვიღაცებს შეიძლება გეგონოთ, რომ მარტივია, არა და იმენა კონცენტრირებული ხარ, როგორც კი დაიწყება თამაში, მთელი თამაშის განმავლობაში ყველაფერს ისმენ, ყველაფერს. გინდა არ გინდა, თორემ გამოგრჩება რაღაც და მე გეჭუებიან. ხამე ამ ვიდეოს დეჟავუ დავაწერო, ხაი ხო უნამუსო ვიღებ, იქნები. სანდროსაც მოვატყუებ. და არ შეიძლება არ დავაწერე დეჟავუ. იმიტომ რომ არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ახლა დეჟავუ ისეთ რაღაცაა, რომ რა ვიცი, მატრიცად არ მახსოვს დეჟავუ. მატრიცაში დეჟავუ რა კაი ჰაერმა დაუბე. რაღაცა ჩამოინკრებოდი შვილო. ეს ხმა გაიგონეთ, არ ვიცი, იმედია ვერ გაიგონეთ, იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი ბუნებრივი კატაკლიზმა მოხდა. იმედია მთელი გდანი ფეხზე იდგება. მაგრამ ეშინია იმეების ბუნებრივი კატაკლიზმების რო არ მოგატყოთ. არა, მაგრამ არ მეშინია. მაგრამ მეშინია. სულ მგონია რომ რაღაც მოხდება. ეგეთ ხმებზე მაგარი ისო. რატომ აქ? ბავშვობიდან მოგიყვებით მიწის ძრაზე ერთ მაგარ ამბავს. აროჩე, ბავშვობაში ღარიბები ვართ რა, ეხა რა არ მოგატყოთ, აი. მე დედაჩემი, მამაჩემი წელებზე ფეხზე დგავენ რომ ჭამოთ. ვсё, ეგ ხდება რა. მე საშუალება არ არის, რა პრობლემა არის, შევჭამთ რა. და დედაჩემს ვეხვეწები რომ მეთქი ტკბილი ფლავი გააკეთე, ბრინჯი და კურაგები და ქიშმიშები რო ყრე. დედაჩემი დადგა და ერთ დღეს დავაიო გავაკეთებო, გააკეთა დავსხედით ახლა ღამის 9 საათია თუ 10 საათია დავსხედით სავახშმოდ მთელი ოჯახი და უცებ არის მიწის ძვრა რაღაცა დედა მოტყნული ზერთი ბოდიშო შევიგინე აი ძალიან მიწის ძვრა არის რა აი მენა მიწა ძვრის მართლა ძვრის რა ხო აი მიწის ძვრა გაანყალებს მიწა ყანყალობს არა იმენა იძვრის ძმაო სადღაცას მიდის ახლელას
ლელას. Короче, რაღაცა ხდება რა. დედის წიოკი მიწის დრო არის და მე ვიჯექი მაგიდა გქონდა ესეთი რაღაცნაირი. აქეთ იყო ფანჯრები რა, რომელიც ზალას უყურებდა იდეაში კარი იყო, მაგრამ ჩაკეტილი გქონდა და სასტილოდ რაღაცა ადგილი გქონდა. აქეთ მამაჩემი საწოლი იყო. აქ ეს ისა, ანუ ეს ძალიან პატარა სივრცეზე გელაპარაკებთ თუ მაინც დამიდგენთ და აქ იდგა ტელევიზორი რა. საწოლი ეს მაგიდა სავახშმო ტელევიზორი. აქეთ იყო სამზარეულო, იქით საპირფარეში და იქით ჩვენი ოთახი. всё, მორჩა. ეგ იყო მთელი 5 კაცი ცხოვრობდით მან, დაჟე ხანდახან 6-7-იც. ხო და აქ რო ვართ ეს რო გაღანყალდა მე ვზივარ ბრა გქონდა ეგეთი ბრმა კი არა ბრა ვინც არის იცით არის ნატურა კი არა და ჭაღივით რაღაცა ოღონდ კედელზე მისამაგრებელი რო არის რა ესე რო გამოწეული და ეს ბრა ჩამოვარდა კი მიწის დრო დაიწყო დედაჩემმა წამიყვა ქვევით ჩავედით ყველანი ქვევით გარეთ გავართ ეს მიწა ის კორპუსი ყანყალობს იმენა რა ან კორპუსი ესე ყანყალებს და ჩავედით და ვიღაც ტროსიკიანი მეზობლები არიან იქ რა ან ყველა ეს ჩაჯმულები რო ვარ ჩასულები რა რო აიმე არ მოუკვდეთ ჩემი და ამ დროს ორჩარა ეს ვიცის რა რა კარგად ჩაიარა ჩვენ უბანში არანაირი ის არ ყოფილა რა ყოველ შემთხვევაში ეს მსხვერპლი ქონდა მაგ მიწის დროს ხათ შორის 6 ბალიანი თუ 5 ბალიანი იყო თუ 7-იანი დაჟე ხო და მაგარი საში მიწის დრო იყო 2000 რომელი წელი იყო 2 3 5 30 არ მახსოვს 2001 შეიძლება იყოს ხო ნუ რა აზრი აქვს ხო და ავდივარ სახლში ეთქი შილა კი არა ჩემი ტკბილი ფლავი მელოდება და მივედი და ეს ბრა არის ჩამოვარდნილი და ჩამტყდარია შიგნით ლურსუნები კი არა და ისინი შუჟები ყრია შიგნით ამ ფლავში ვერ ვჭამ ჩემი ყლე ბლე ისეთ გაბრაზებული ვიყავი მეთქი აი მე გავიზდები მე შევაძრუნენ მიწას მაგარ ხოძზე ვიყავი მაგ დღეს მაგარი გაბრაზებული ვიყავი დედამოწყო ვერ ვჭამე რა მაშინაც ვერ ვჭამე ტკბილი ფლავი და მაგრამ მე ასე ტკბილი ფლავი ბავშვობაში ურა ცუდია ბიჭო თან ამდენი ერთი 2 კვირა მაინც ველოდებოდი რომ დედაჩემს ტკბილი ფლავი გაეკეთებინა ამ ბრინჯი კი გქონდა მაგრამ აი ქიშმიში და კურაგა უკვე ნამეტანი გაჯმა არის მაგ პერიოდისთვის რა ახლა მომინდომის ვიაზე კურაგა არ აყლები ვაფშე საჭმელი არ გქონდა ფურა ყლე ქვეყანაში ცხოვრობდით მაია მაშინ ძალიან ცუდი იყო მაგრამ მაშინ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია მაინც გქონდა რა ერთმანეთი უფრო გვიყვარდა ჩემი აზრით ეხა ეგეც დაკარგული არის ეხა ვაფშე ეხა მიწის დრო რო იყოს შეიძლება ქვევით რო ჩახვიდე მეზობელი ვერ იცნო ჩემი კარგი გეტყვა იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია არ არის ყველა სახლში შედან ყველა სახლში რაღაცებს აკეთებს გარეთ არავინ არ გამოდის იყვნენ მაგრამ ნუ გამოდიან ო და კაროჩე ეგრეა ჩემი ტრავმა მოგიყევით რომ შილაფლავი ეგრე ჩამოვენგრა თავზე ის ბრა დაეცა და დედაშ დაამეწყინა სხვათა შორის მე ვარ ერთ-ერთი იუთუბერი ვისაც ვერ დაუწერთ რომ ნუ იგინები ბიჭო ბავშვები გიყურებენ იმიტომ რომ არ მეყურებენ ჩერის თუ ბავშვად ჩათვლით შეიძლება მაგრამ ჩემი მაგაცია რომ პეგამი გიდე ჩერზე ვარ ორჯერ დიდი ჩემს მაგაცზე ვარ ორჯერ დიდი მაგრამ ეგრაფერი ეხა გახდა 16 1 აგვისტოს სხვათა შორის და შევილია რომ ლუდი დავალევინო რომელიღაც ქვეყნებში საქართველოში არ ვიცი დავიღალე ძალიან მიყვარხართ ძალიან დიდი მადლობა თუ მიყურეთ ძალიან დიდი მადლობა თუ როგორც გუშინ გითხარით თუ რამე აზრი გამოიტანეთ წადით გაესინჯეთ იმიტომ რომ არ არის ხა მარტივი რა ეს რეალობას ცხოვრება მე თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ ვინც მეყურებთ ყველასი და თქვენს ცხოვრებაზე რაღაცებს თუ მომიყვებით ძალიან გამიხარდება ამას ხედავთ რომ დაფრინავს თუ ვერ ხედავთ დიდი ალბათობით ვერ ხედავთ ხო და მე ვარ თქვენი დიდი გულშემატკივარი თქვენზე რამე კარგი ამბავი რო გექნებათ დამიწერეთ ხოლმე რომ აი რაღაცა ახალი სამსახურში გადავედი რამე ეგეთი და მე გამიხარდება მოგილოცავთ იმ დღეს ეწერა სტალკერას რომ ესა ძალიან გამისწორდა რომ გახსოვდიო ყველა მახსოვხართ ვინც კომენტარებს წერთ აი ძალიან იშვიათად რომ ნიკნეიმი არ მახსოვდეს
არა და არ არის მარტივი ხა ბევრი წეს კომენტარს სანდრექსა არის ხოლმე 700,000 კომენტარს დაწეს ხოლმე ჯიგარია ეს სადავთ რო უყურებს გზაგზაწერს რა ჰა და რაღაცა იგივე წეს ხოლმე საყვარელი კაცი არის ეგა ხო და მე ყველა იმას ვხარ დავიდი სამ გავრეკი ეხა წავალ ვიბანავებ და წავალ ფულრომში მეძიება მიყვარხარ